Tufan. რა შეესაქმე Tufan? არ ვიცი, წავალ ნახავ. Tufan. გააღე სწრაფად. ჩემი მეგობარია, პრობლემა არ არის. მიდი გააღე. რა შეესაქმე, მეგობრებო? მოემზადეთ, პოლიცია მოდის, დაუჩქარეთ. ძმაო, რა პოლიცია? ახსნის დრო არ არის, პოლიცია უკვე მოდის, დაუჩქარეთ. ვინ ხარ? ყველას რატო მაშინებ? ასეთი რამე რომ იყოს გვესოდინებოდა. ესე იგი არის, ახსნის დრო არ არის, დაუჩქარეთ. ადექით სწრაფად. გაწმარდით ბატონებო. ადგილებზე დარჩით, ყველანი ადგილებზე. დაჯექით. სონზე დიდი ფული დევს, წასვლის ნებას არავის მივსამ. მომისვენა Tufan? თუ ჯინგის ეძებ, მაშინ ძალიან გასყენინებ. არ ვიცი ძმაო, ვინ არის ჯინგიზი, პოლიცია მოდის. სიტუაციას ვერ გიხსნით, მაგრამ იარაღი დაუშვით. მოგვიანებით დავილაპარაკოთ. პოლიცია უკვე ახლოს არის. მიდით ძმაო. მიდი გახედე. ძმაო, ღია და შიგნით სინათლის ანთია. ისევ აკათენებს? არ ვიცი. რა შეესაქმე? ეს ვინ არის? პოლიცია. რა ვქნათ, არ ვიცი. ეს რა ჯემილია? მართლა ის არის. ხელები მაღლაზეეთ. პოლიცია, იარაღი დაყარეთ, არ გაინძრეთ. დაყარეთ. იარაღი დაყარეთ, არ გაინძრეთ. ჯემილ. წაიყვანეთ, სწრაფად. მიდი, გაინძერი. გაიყვანეთ, მიდი. დაიწვი Tufan, ჯემილ. მიდი, წაიყვანეთ. ძმაო, ამას მე წავიყვან, არ იღალვა. რატომ ჯემილ, სხვები გაიყვანა, ეს ჩემზეა. საქმის მიხედე მეთქი. მე გავიყვან, მიდი. ჯემილ. Tufan-ი მე მყავს, დანარჩენებს შენ მიხედე. კარგი, ჩვენი მანქანები გავსებულია, მე ამიწავალ, კარგი? კარგი, მიდი. ყოველთვის ასეა. რა ხდება? მიდი დამარტყი. რაო? დამარტყი მეთქი. ბავშვზე ფიქრე, მიდი. გაჩერდი, არ გაიქცა. Mafyası gibi görünüyor ama Zeus'un oğlu da bir serseri. Vay canına yarasa kadar kör ama kovalıyorlar kaçtıkça. Elindeki ter ve de gözyaşı artıyor üst basamaklara çıktıkça. Servisi bekleme, kalk kendin al ya da payına düşen için diz çök. Gereken sadece biraz itibar, mürekkebi şeytanın kağıdına dök. Aydınlanacak çok kişi var, daha sönmesin ateşimiz oduna. Sis bulutunu dağıt, prensesi bulalım. Önce bir öpücük, sonra bir tokat. Maksat kara propaganda, işin ham maddesi kan kokusu. Kaçırdı. Her yiğit kıramaz o boynuzu. Kırılana yerleri tekrar yapıştır, parçalar işe yaramıyorsa ya da saygı duymaya. Geubnavi kaçırdı metki. Kaçırdı. Tam dolu bellek, başladı av sezonu, kalbini kontrol et, bildiğini unut. Yürüyen bir kanıt ol, nişan al hızlı ve sert, tuttuğunu kopar ki payına düşen beyni. Can dava. Her ne kadar agresif olsa da göz bebeklerine donup bakar. Boğulan umutlar rakış hissinde kahkaha atıyor. Ყოველ შემთხვევაში სამხელებე მაინც დატოვა. İbarettir bir de onu yalayanlardan. Sesimdeki nikotin çatlakları serseri ruhumun harmonisine denk. Uzar gider, peşine takılanın ağlatır anasını dinleterek. Hırpalanmamış zihnine yüklenecek birçok kötü hatıra. İster unut ya da korkarak hatırla, başladı bir kere bu istila.
ერთი ამას შეხედე, გამოცხადებული ეშმაკია. აბა თუფან, რამდენი ხანია რაც გრძელდება ეს? რამდენი ხანია? სალე ღვთის გულისათვის, თითქოს მოთამაშეები ვიყოთ. პირველად მოვაწყეთ, ოდა თქვენს მოხვედით. რაღაცას ვიკითხავ. ჯემილს კაცი გაიქცა? ო. იცი ვინ იყო? საიდან უნდა ვიცოდე? ალბათ ერთ-ერთი მოთამაშე იყო. წინასწარ ვიკითხავ. მაინტერესებს რამდენს მომცემენ. რამდენ წელს? არ ვიცი თუფან. შენ ეს საქმე სასამართლოს გადასცეს. რასაც იტყვიან ესე იქნება. ჯემილ, ჩემთან შემოდი. ნური ძმაო, როგორ გაგექცათ? ყველაფერი ჯემელის ბრალია. ბიჭის დაჭერისას კინაღამ დავსახიჩერდი, მაგრამ თავისი ტელეფონი დაუვარდა. ლაბორატორიაში გააგზავნე. პაროლი გატეხან და გავიგებთ ვინ არის. კარგი, პრობლემა არ არის. ყველაფერს გადავწყვეტა. მერე კი ამით დავკავდები. კარგი დროებით. ღმერთი შენსგან, მადლობა. მაშა ასე თოფან. ასეთი რამ პირველად გადამხვდა თავს ძმაო. ანუ უცებ დაგვეკავეს. პირველად? უფროსო გეფიცები, იქ ადგილი აღარ იყო. თავისუფალი მომენტი დაიჭირა. სახეში გამარტყა და გაიქცა. ყველაფერი აი ასე იყო. მაპატიეთ. იმ ბიჭს არ დახმარები ხარ არა? ასეთი რამ როგორ შეიძლება ამას ვინ იგონებს? გონე კარგად მიცნობთ. სახე ჩამელ ორჯერ მეტი რაღა უნდა იყოს. არ ვიცი, ის ხომ შენი მეგობრის კაფეა. ცოტა უცნაურად იქცეოდი. მისი დაკავების საშუალება არ მიეცი. მეც ყველას ხელიდან გამოგლიჯე. დასახმარებლად რატომ აზვიადებთ? მომისმენე ჯემილ, შეცდომა დაუშვი. ეს პირდაპირ ახლა ვეთქვი და გამოსავალს ვიპოვით. თუ ამის შესახებ ზემოთ გაიგებენ, ბოლო მოგიღება. შენი კარიერაც დამთავრდება. ბრალს ხელშეწყობაში დაგდებენ და ვერავინ გადაგარჩენს. ბარიშ. თვალი გააყოლე, კარგია. რა მეთქვი? მორჩა გაჩუნდი, არ გამოდის. ნიჯბია აქ რას აკეთებს? რაშია საქმე? რა ხდება? პიცა ვერ ლაპარაკობს, ქუჩაში ვიპოვეთ, რას ვიზამდით? სახლში მოვიყვანეთ. საწოდავი, ბარიში სად არის? მის წამლებზე წავიდა და დაიკარგა. დიდი დრო გავიდა. ასე რატომ გადის პასპორტის გარეშე? ისევ ცუდზე რატომ ფიქრობ? პოლიციას რატომ უნდა ჩაუვარდეს? სალეხ. ისმენს მამამოსა. ჩემი დაკითხე. მოდი შენსაც შევადაროთ. ყველაფერს მორჩები, კარგი? კარგი. არ პასუხობს, რაღაც მოხდა. ჩიჩეკ, ვრძნობ, თითქოს რაღაც ცუდია. არა, ჩემო ძვირფასო, ცუდი არ მოხდება. შეუძლებელია. მალე დედა იქნები. ბებია ჩემი ამბობდა, რომ ეს დედობაა დაუსრულებელი გულისცემა, ცუდი არაფერია. მერთმაინებას. შემომხედე, კარგად არ ვარ, უცბად ცუდად გავხდი. დასაძინებლად დავაწვენ. მერე ჩაის მოგიტყუებ, კარგი? ამ დროისთვის ბარიშიც დაბრუნდება და განგაშიც არ იქნება. არ იღელვა. წამოდი დაიძინე. წამოდი. წავედით. იქ არა, აქეთ. ჯემილ. უფროსმა რა თქვა? არაფერი. მიდი საქმეებს მიხედე. ამასთან მორჩი? ქვემოთ საკანში შევიყვან. ო, მორჩი უკვე. მომისმენე.
კარგი რა. ასეთი უხეშინო იქნები. ღმერთო, ასეთი უხეშობა რა საჭიროა ჯემილ. თითქოს რამე სასერცხვილო გამეკეთებინოს. მიდი, შედი. თქვენ რა ავადმყოფები ხართ? ამდენი პრობლემაა. თქვენ კი აზარტულ თამაშებს აწყობთ? კარგი ჯემილ, კარგი. ჩვენ იცი ვალები გვაქვს. ჩემი ცოლი როგორც არ უნდა იყოს გერმანიაშია. გამწირეთ არა? გამწირეთ. საკუთარი თავი გაინადგურეთ და მეც მიმაყოლეთ. იცი რა იქნება? უბრალოდ ამბობს რომ ჩვენ ერთადერთ საქმეში ვართ. გესმის? მიხვდა. ჯემილ, თვის გულისათვის მომისმინე. ბარეში აქ არაფერ შუაშია. მართლა არაფერ შუაშია. ჩემს გადასარჩენად მოვიდა. ტუფან მომისმინე. გეფიცები მეტი აღარ დაგიცავთ. ეს უკანასკნელი იყოს. ორივეს ბოლოს მოგიღებთ და მეც ბოლო მომეღება. გესმის ეს? ჯემილ, მართლა მაშინად გაწყნარდი, კარგი? გაწყნარდი. თავი ხელში აიყვანე. თავი ხელში ავიყვანო? ფიქრობ იოლია? დამნაშავე ხარ და მეუბნები. მე რა გავაკეთო? არა, ჯგუას არ გასავლე. ღმერთმა დამივალოს, არა. მომისმინე. ახლა ბარეში აღარ გამოჩენდება, მორჩა. არ გამოჩენდება? ისედაც ყველამ დაინახა ძმაო. კარგი, პირდები. კარგი, გეფიცები მეტი აღარ გამოჩენდება. იმიტომ რომ ბევრად მეტად სერიოზული საქმეებია. ფილის უნდა შევატყობინოთ. ისინი ხომ ღელავენ, არაფერი არ იციან. მოდი შევატყობინოთ. ძალიან გთხოვ. ხო მართალი ხარ, შევატყობინებ. მიდი გაიარე, მიდი. კიდევ რაღაც მნიშვნელოვანია. რაჰმედი. და ჩემთან მოვიდეს, კარგი? ძალიან მნიშვნელოვანია. ღვთის სასჯელი ხარ. მიდი საკანისკენ აბიჯითი არ მიდი. რა საკანი? ტუფან მიდი მეთქი. გისმენ ჯემილ. ქალბატონ სული, რა შეასაქმე? რა? ჯემილ, რას მეუბნები? ფელის როგორ უთხრა? ასე არ შემიძლია, ორსულად არის. ღმერთმა არ ქნეს მუცელი მოეშალოს. კარგი, რაჰმეთს დაურეკა. გისმენთ. ჩიჩეკ, რა შეასაქმე? ჩიჩეკია? მომიცე. გისმენ. დაო ჩიჩეკ. რა შეასაქმე? დასჭირს რამე? რა? რას მეუბნები? ამის. იქ მევალ, კარგი? მე მევალ. მერე სახლში მოვალ. სანამ არ მოვალ დას არაფერი უთხრა. საიდან უნდა ვიცოდე? ყურადღება გადაატანინე, აიღე. რაჰმეთ, რა ხდება? ფელის, ყველაფერი გაიგე? სანერვიულო არაფერი არ იღალო, კარგი? უძილობა მჭირს. ტუფანი ციხეშია, ბარში კი გაიქცა, მივდივარ, მორჩა. საით ფელის, ღვთის გულისათვის სად მიდიხარ? ჯემილმა ბარში გადაარჩინა, ნუ ღელავ. გაუშვი. ეს მომეცი დაბრუნდი, ძალიან გთხოვ. მოდი, რა უნდა გააკეთო? რაჰმეტი ძაშია, დაჯექი. გეფიცები არაფერი არ არის. არაფერი. არც ხელებში და არც ხელის გულზე არაფერი არ არის. უცნობია ბარიში საერთოდ სად არის. რაჰმეტი იმ გოგოს აეკიდა, მე გაჩენას ვაპირებ. ნახე, ყელამდევალებში ვარ. ფელის, ასე ნუ ლაპარაკობ. ღმერთი გაიგებს და გაბრაზდება. არ გინდა, მადლობა, ღმერთ, ჯერ კიდევ ახალგაზრდები ვართ. ერთობლივად ყველაფერს გადავლახავთ. კარგი ქმარი ყავს, ექიმი. სად? ჩემი ქმარი სად არის? გაუგებარია, ჩემი ქმარი სად არის? ბარიში ხარ, ასეა? ო, გაურთხევლად მოვედი. ძინავს რაჰმეთს. რაჰმეტი არ არის. როგორ თუ არ არის? რის გამოც აქ მოხვედი, იმ პრობლემების მოსაგვარებლად წავიდა. ცოტა ხნის წინ ჩიჩეკმა შეატყობინა. სხვათა შორის? დალევ რამეს? არა, მადლობა, არ შეძუხდა. ტელეფონი ხომ გაქვს? შეიძლება რომ დავრეკო? მაქვს. აიღე. მადლობა. არ პასუხობს, არ რეკავს, არ ვიცი რა დაემართა.
არაფერი არ მოუვიდო და არ იღელვო. დარეკავს. ცოტაც მოიცადე. ეს ვინ არის? გისმენ. ბარიშ. მადლობა ღმერთს. ჩემო ლამაზო არ მგონია იცოდე, მაგრამ დაწყნარდი, კარგი? ვიცი რომ გაბრაზებული ხარ, მაგრამ არ გავბრაზდები, ყველაფერს მივხვდი. სად იმყოფები? კარგად ხარ? კი, კარგად ვარ. ახლა რახმეთან ვარ. სანამ ყველაფერი არ დაწყნარდება, აქ ვიქნები. და გირეკე რომ არ გენერვიულა. კარგი, ხვალ შენთან მოვალ. ვისი ნომერია? ეს ნომერი რახმეტის გოგონას ნომერია. ის აქ არის. მადლობა მას ტელეფონი მომცა რომ დამერეკა. რახმეტი ალბათ უკვე გზაშია. შენთან წამოვიდა. მოვედი. მობრძანდა. ხვალ მოვალ, შევხვდებით. თიშა. კარგი, ის გათიშა. ალბათ ქსელი არ იჯერს. იმიტომ რომ მე ვარ აქ. ფიქრობს რომ მის ძმას დიდ ადამიანად გახდომაში ხელს უშლი. ხო. ალბათ ასეც არის. ავა გაგიკეთე. მადლობა. კარგად მოქცეულ ხარ. აღმოჩნდა რომ ბარიში შენთან არის. ჩემთან? მე რა, კარგი არ არის. ძმა ტოფანს შეუარე. ბარიშის ტელეფონი იპოვა და მომცა. ბარიში მაინც ვერ იპოვან. კარგად ხარ? არა, რახმეტ, კარგად არ ვარ. ასეთი შესაძლებლობა მოგეცა. დაო. არა, დაო, არ მითხრა რომ შენთან ცხოვრობს. არ მითხრა. დაო. დენიზი ჩემი გოგოა. ჩემთან ერთად უნდა იყოს, ნორმალურია. შენს ქმარს სახლი უპოვია, ესეც კარგია. დასაძინებლად წამოდი, წავიდეთ, უნდა დაისვენო ფელის. მოდი. ყველაფერს როგორ გადავწყვიტავთ? მოდი ამ ღამეს ნოვიჩხუბებთ, კარგი? თორემ ვინანებ რომ მოვედი. ინანებ რომ მშობლიურ სახლში მოხვედი, რახმეტ? არა, ასე არ არის, მაგრამ ბავშვებს ზინავთ, ასე ნუაკეთებთ. ფელის შენი გულისათვის მოვიდა. ცალკე საცხოვრებლად, ამიტომ გადახვედი. მასთან მარტო რომ ყოფილიყავი, არა? ფელის ღვთის გულისათვის ასე ნულაპარაკობ. ყველა დავიღალეთ, წამოდი დავიძინოთ. დილას გავიღვიძებთ და ვილაპარაკებთ. შეეშვი. შეშვებული ვარ. როცა თავი დავანება, მარა გააკეთა. გოგო იპოვა მასთან ერთობა და ასეს შესაძლებლობას ხელიდან უშვებს. ციდან ჩამოარდა. ბარის პრობლემები აქვს. შენ რითი ხარ დაკავებული, მე მაწვევი? ამ საქმის არსაც კი ვერ მივხვდი. გესმის რას ამბობს, გაიგე? ის ეშმაკის ფეხი ორ დღეში მიატოვებს. როგორ გაუმკლავდე? ჩვენს ცხოვრებას როგორ ავაწყობ? ფელის ღვთის გულისათვის ძალიან გთხოვრა, სიზამ შეუყვარდა. ასე ხდება ხოლმე. მას ვერ მოგლიჯავ. იდიოტად იქცა. შტერი, სულელი. ყველა სულელად იქცა. დამალვა საკაპირებ? ხო, ასე ვფიქრობ. ორი დღით. მერე ყველაფერი კარგად იქნება და წავალ. მით უმეტეს ფელის მარტო ვერ დავტოვებ, ის ორსულად არის. ვიცი რომ გაწუხებთ, მაგრამ მავატიეთ. საჭიში არაფერია. თქვენ ის გოგონა ხართ, ვისაც წყალი დაუმთავრდა, ხომ ასეა? ვერ გავიგე? იქ წერილი იყო, არ გახსოვს? კარგი დაივიწყე. რახმეტი ყოჩაღია, გაფასებს. დის წინაშე თქვენს ურთიერთობებს იცავს. ასეთი ჯერ არ მინახავს. ჩემგან რაღაცის გაგებას ცდილობასია? როგორც ფელისი ჩვენი ურთიერთობების გაფუჭებას ეცდები? არა, ამას არ გავაკეთებ. უდუსტო ჯინას კი ავიღეთ. მას სახეში ნემსებს ვორჯავთ და შენ წარმოგიდგენთ. ნამდვილად დაშორდებით, ამაზე არ იდარდო. დარწმუნებულები ხართ, რომ ეს საქმეს უშველის? მეგონა უფრო მაგარ ამას გააკეთებდით. მაგალითად, რახმეტისთვის საპატარ ძლოს იპოვიდით. ო, ასეთიც გვაქვს. თუ არ გიშველეს, სხვა რამეს გავაკეთებთ. ო, კიდევ ის არის. რაიონში, აზიფე. ფილისი ისნობს. სხვილი ქალია, ქალიშვილი ყავს. ამ ცხოვრებაში უკვე ყველაფერი ნანახი აქვს და ყველას იქით გაისტუმრებს. ხოდა დავნიშნავთ. ძალიან შემაშინდა, მართლა. თუ სათამაშოს წამართმევენ, როგორც ყველა განებიურებული გოგონა, ბოროტების ჩადენას დავიწყებ. ცოდვა დეიდა ხაზიფეს ქალიშვილი. მის გამო მეც გამნაწყენდი. შენს წინააღმდეგ არც ერთი შანსი არ აქვს. ჩემი აზრითაც. რახმეტ კეთილი იყოს. სახლში შეიარა? ფილისი ნახე? ტუფანი?
ყველაფერი მოვაგვარე ზმაო. ტოფანმა ეს იპოვა, მაგარია. ყველაფერი რიგზე არიღელვა. დენის წავიყვან და მერე ვილაპარაკოთ, კარგი? რა თქმა უნდა. მიდი შეიცვი, წავიდეთ. რაღაც მოხდა ასეა? მოხდა. ტელეფონი აიღე, ვერ გიკავშირდები. კარგი, მართალი ხარ. ვალ წავალ და ტელეფონს ვიყიდი. კარგი. სათხარ აქამდე უკვე გავიყინე. მერვი, შენ ხარ? ხო, მე ვარ. შენ სერვეტი ხარ? აბა, ერთმანეთი გავიცნოთ. კარგი. ადგილი მჭირდება, სადაც დამალვა შევძლებ. თქვი რომ ყველაფერს გადაწყვეტდი. ხო, იქ ვერ გიპოვიან. კარგი. ძალიან დავიღალე. კარგი ადგილია? კარგია, არიღალო, მენდე. გამომყევი. წავიდეთ. რა შეესაქმე და მხასიათი გაგიფუჭა? ასეა. არაფრის შეცვლა შეუძლია და ამიტომ არც შენ არ მეხმარები. მე აქ რაშუაში ვარ. ბარიშის წინ რა სახით იჯექი? რა სახით ვერ გავიგე? მის წინაშე პერანგით იჯექი და კიდევ ვკითხულობ რა სახითო? შენ რა გაგიჟდი, გამოშტერდი? იმ შენს ვიღაცაზე ეჭვიანობ? ეს რაშუაშია. იცი მხედველობაში რაც მქონდა. თქვი, ვერ გავიგე. ცოტა ნორმალურად უნდა მოიქცე. რახმეთ შუაღამისას კარზე რეკავენ, ვერ ვიფიქრებდი რომ შენი სიძე იყო, რა მოგივიდა? რა დამრჩენოდა? უკეთესი იქნებოდა გაგეხადა, სულ ეს არის. ტვინს ნუ მიბურღავ, თქვი რომ ეჭვიანობ და ეს არის. ვეჭვიანობ თუ არა, მეტი ასე აღარ გამოხვიდე. ხომ გაიგე? მოდი დაჯექი. ნამდვილად გაგიჟებულ ხარ. ო, შენი დამსახურებით, მოდი. ვერ ვიჯერებ. ეს ვისი სახლია, საიმედოა? საიმედო არის დარდო, ნუ ნერვიულობ. ჩემი მეგობრების სახლია. ცუდია. არიღავო, ფულს მიიღებ და ვილაზე დაბრუნდები. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთში დაბრუნდი, თანაც თვითმფრინავის პირველი კლასით, მაშინ საწუწუნო არაფერი გაქვს. სხვათა შორის თურქეთში როგორ შემოხვედი? სატვირთო გემით თუ მანქანით? ეს შენ არ გეხება. კარგი, როგორც გინდა. უბრალოდ ვცდილობდი საუბრის თემა გამომენახა. რადგან დალაპარაკება გინდა, მაშინ ჯერ შენ დაიწყე. ჩემს ვაჟიშვილთან რა გაკავშირებს? როცა ერთმანეთისადმი ნდობა გაგვიჩნდება, გვერდები ყველაფერს მოგიყვები. შემიძლია მასთან გავარკვიო და ეს შენთვის საკმარისია. ან მართლა ცოცხალია. მიხალი რატომ ფიქრობს რომ მოკვდა? მე ამის შესახებ მას ვეკითხავ, პირადად ვაჟიშვილს, როცა ნახავ. ეტილი იყოს. გოგონა სახელად მერვი, ვინ არის? მას საიდან იცნობ? სავას იცნობს და ამბობს რომ თითქოს არ მომკვდარა.
რომ მისი გამოყენება შეუძლია და ასე შემდეგ. მომისმენე მიჰალ, ჩემს ზურგს უკან თუ რამე ჩაიფიქრე, ცუდად დაამთავრებ, ხედველობაში იქონია. ზურგს უკან თამაში თქვენი ოჯახისთვისებაა და არა ჩემი. რას ლაპარაკობ? ნორმალურად ილაპარაკე. მე თუ მკითხავ, მერვე შენი ქალიშვილია. კარგად დაფიქრდი. ამის ალბათობა როგორია? როგორია? მითხრა რომ ტუნჩი ბელეკია. შულს უვლიდა, ჩემთან მუშაობა დაიწყო. მაგრამ ჩემი აზრით ჯაშუშია. სავაშის. ზუსტად. დაფიქრდი ასეთი ალბათობა არის თუ არა. ჯანდება. როგორ მიპოვა? მიჰალ, სასწრაფოდ უნდა მოვიშოროთ. რისთვის? ჩვენთვის სასარგებლო იქნება. რატომ უნდა გავაგდო? რაში გამოვიყენებთ? ყველა ბრალს, რომელიც წაყენებული გაქვს, შენ ვაჟიშვილს სავაჟზე გადავაგორებთ. და შენს ფულს ასე მიიღებ. მე კი მასზე შურს ვიძიებ, იმისათვის რომ სულელად მთვლიდა. მიდი აბა მომიყევე, როგორი გეგმა გაქვს. გოგონი ის ქალი წასულა გაქრა. რომელი? ნეჯბიე. რაშია საქმე? ძალიან ფერფთალი ხარ. გული გერევა? დარწმუნებული ხარ? სახში მარტო ყველი და ზეთის ხილი გვაქვს. მეტი არაფერი. არაფერი არ არის. ხურდაფული არ გაქვს? არა და საიდან? ყველაფერი დავხარჯე. სამუშაოც არ არის. მოდით. ბარიში სად არის? რამდენიმე დღე რახმეთთან იცხოვრებს. იჩხუბეთ? არა, პოლიციას ემალება. რა? დააპატიმრებენ? ნუ ხელავთ 2 დღე და მორჩა. მიდით, ჭამეთ და წადით. ფელის თუ გინდა მე წავიყვან. ასეც იცივეში ნოწახვალ. წამლები მიიღე, კარგი? თუ ავად გახდები, მერე ძალიან გაგიჭირდება. ბარიშთან წავალ. უორგისებო, აბა რას აკეთებთ? ეს რაღა არის? თითქოს სუფრაჩიტებისთვის გაგიშლიათო. კვერცხი რატომ არ არის? წნარად. გეყოფა. ყველაფერი ნუ შეჭამე. ფული მოგვეცი და კვერცხს ვიყიდით. ესე ცნული. ღმერთო ჩემო, რესტორანი ხომ დაითრიეთ? რომელი რესტორანი? ჭკუიდან შეირყა. ქალი გუშინ ქუჩაში ვიპოვეთ. რა მოხდა? ამ საქმეში გარეული ხარ? არა, საიდან მოიტანე? ღმერთო ჩემო. ქალი მარტო მამაზე ფიქრობდა. ამიტომ კაცი ვიპოვე, რომელიც მამამის გავდა. ზეწარი გადაიცვა და წინ წარუდგა, რომ ქალს მამამისი არ ენაღლა. სულ ეს არის, მაგრამ ეთყობა გააფრენა. მამა ჭკუიდან შენ გადაიყვანე? არა, ქალბატონო მიხალ, მოვედი. ქალბატონო მიხალ, სახლში ხართ? სავაშ. მოვედი ძმაო. ეთყობა სტუმარი გყავთ. სავაშთან წავალ. სავაშ, ყველად ნოეცდები მერვე. გელოდებოდით. და ჯექი ვილაპარაკოთ. მერვე. რატომ არ შემოტყობინე, რომ ჩემი ქალიშვილი ხარ? რა? აბა რა გეგონა? ვერ გავიგებდით? მე მერვე. უკეთესი იქნებოდა ჩემთვის გეთქვა. ასეთი თამაში საჭირო არ იქნებოდა. მართლა, მომეცინება ჩაგეხუტო. ეს როგორ ერთი წუთით? ასე იოლად მღებულობ? რატომაც არა? ორი არასაყვარელი ვაჟიშვილის შემდეგ ქალიშვილიც მყავს, რომელიც მე მგავს. ჩვენ ერთად მთებს გადავატრიალებთ. ასე არ არის? მოდი, დაჯიქი.
კარგი, რადგან ყველაფერს მეხვდით, ამას როგორ ახსნით? პატარა ბავშვების ნდობა არ შეიძლება მერვე. გეგონა დედისგან რამეს დამალავდა? ეს გულუბრყვილობაა, რომელიც სავაშისგან მოსალოდნელი იყო. და არც მიბრაზდებით? იმიტომ რომ ეს ხელს მაძლევს. ეს შენ შესაძლებლობებში მარწმუნებს. ილაპარაკე, მას დაეხმარები თუ არა? თუ დამეხმარები, მაშინ ჩემი მემკვიდრე იქნები. კი, ყველაფერს მხოლოდ ამის გამო ვაკეთებდი. ანუ არ გეგონათ თითქოს ნათესავებით არ ვინტერესდებოდე? ფული რომ მქონოდა არ გავაკეთებდი. რა უნდა გავაკეთო? დაამტკიცე რომ ცოცხალია. დანარჩენს ჩვენ მოვაგვარებთ. კარგი. კარგი, დავამტკიცებ. ანუ მგონი სხვა გამოსავალი არ მაქვს. კეთილი იყოს. შენი ნივთები მოვიტანე. კარგად ხარ? გულისრევის შეგრძნება ხომ არ გაქვს? არა, არ მაქვს, მაგრამ კარგად ვარ. რა შეესაქმე? ეს რამდენხანს უნდა გაგრძელდეს? ჩემო კარგო, კიდევ ერთი ორი დღე მოითმინე, კარგი? მერე ყველაფერი კარგად იქნება. ცოტა მოითმინე. ასე ლაპარაკობ, მაგრამ ხელში არაფერი გვიჭირავს. ვერც მუშაობას შეძლებ და ზღვევა არ შეგეშვება. ეს ყველაფერი უკვე მომბეზრდა. მამას ფული რომ არ მოეპარა, მაშინ შანსი კიდევ იქნებოდა. მოდი ასე მოვიქცეთ. ისევ ექიმი ვიქნები, კარგი? მერე მათთან წავალ და დაველაპარაკები. დროს ვითხოვ, კარგი? ნაწილ-ნაწილ გადავიხდით. ამაზე უკვე ვიფიქრე, ასე რომ არ იდარდო. ამას მიიღებენ? რატომაც არა? ფული ხომ მათაც სჭირდებათ. ფიქრობ გამოვა? გამავა, არიღალვა. მომისმენე, გეშინია, ღელა, ვიცი. ახლა ვერავის დაეყრდნობი, მაგრამ საშიში არაფერია. შენ და ბავშვსაც დაგიცავთ, გპირდები. მიჰალი და ეჯირონ, ჩასვან. ჩემთვის იოლი იქნება. თავისუფალი ვიქნები და ამის მერე პრობლემებიც აღარ იქნება. ხომ გესმის ჩემი? ნამდვილად ჩასვამენ? უეჯველი, ამაზე არიღალვა. მისი ბრალეულობის დამამტკიცებელი დოკუმენტები ხელში მაქვს. უფრო სწორად რა ხმენთან არის და მალე შედეგებიც იქნება. მერვემ რამე გითხრა? არა, დღეს მასთან არ მელაპარაკია. ეს როგორ დაურეკე? დაურეკავ, მაგრამ ნეტავ მიპასუხოს. საიდან იცი? ძმა რეკავს. უპასუხე. ჩვეულებრივად ელაპარაკე და ხმა მაღალზე ჩართე. გისმენ ძმაო? მისმენე მერვე, თავისუფალი ხარ? ხო, მიხალის სახლში არ არის, რა იყო? დოკუმენტებზე რა ხდება, რამე სიახლე ხომ არ არის? რა შეასაქმე, თქვი? მგონი სიახლეები არის. ამაში ვერ ვერკვევი. მიხალი ამბობდა, რომ ორ დღეში რაღაც საქმეა. დილიდან ყველას ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ მას დაიჭერდნენ. ძალიან ღელავდა. მერე კი გავიდა. კარგი, ესე იგი დაიჭერენ. კარგი, ორი დღე გვაქვს. შენ არაფერი არ გააკეთო. არ ინერვიულო, ისმის? ნუ იღელავ. ეტყობა, ძალიან აფორიაქებული იყო. კარგი, მოკლედ თავს გაურთელდი. თუ რამე ადარეკე, კარგი? და სალას ჩემს მაგივრად აკოცე. კარგი, ვაკოცებ, დროებით. ორი დღე გვაქვს. მოდით ეს საქმე მოვაგვაროთ. მოვაგვარებთ. აი, შენ ნერვიულობდი, ღელავდი. ახლა რა იქნება? ქალიშვილი ტყუილად გაანაწყენე. გამოვა? ნორმალური ოჯახი გავხდებით? რა თქმა უნდა, ჩემო ლამაზო გავხდებით. მერე როგორ გავხდებით? ქალიშვილი ძმასთან ერთად გაიზრდება, დეიდასთან, ბიძებთან ერთად. მე ვიმუშავებ, კარგი? მხოლოდ ამაზე იფიქრე. კარგი? ღმერთმა ქნას. მერვე შეხედე და ერეკა მაინც. რომ არ დაგერეკა, ნერვიულობას გავაგრძელებდით. ღრუბლებში დაფრენავს, რას ვიზამთ? ერთი შეხედე. ამას შეხედე. შეხედე, ბარიში. ეს რა არის?
კარგად მოწყობილა. ეს როგორ დაინახე მეც კი ვერ შემომჩნიე. ბავშვებს თავი დაანებე. ცუდი გოგო არ არის მართლა. ცუდი არ არის? მომისმინე ბარიში, წყობიდან არ გამომიყვანო. როგორ თუ ცუდი არ არის, ძმისგან საცობი გააკეთა. ღმერთო ჩემო, მისიც სარგებლობს, მის მომავალს აფერხებს. ჩემო კარგო. არ დაუშვებ, აი ნახავ. მოიცადე სადმე დიხარ. წყობიდან ნუ გამოყალარ. გაჩუმდი, მორჩა. ფილის რაც უნდა ის შეიცვას. ფილის სადმე დიხარ. ჯანდაბა რაჰმეთ, რაღა აქ ჩამოგიდე, რისთვის? მოსამართლემ თქვა რომ ჯერიმა იქნება. რას ვიზამთ, გადაიხდი ტოფან, მაგრამ ციხე მაინც იქნება, ისე რომ იცოდე. არა, ხომ გადაავადებენ. ო, გადაავადებენ, აბარა, ამის იმედი ნუ გექნება, ყველაფრისთვის მზად იყავი. არ არის ძმაო, როგორ თუ არ არის. არ არის ძმაო, აქ დავტოვე და აღარ არის. მოიცადე. რა შეესაქმე ძმაო? ტელეფონი დაიკარგა. ჯემილ ხომ არ გინახავს? რა ტელეფონი, რაზე მელაპარაკებით? იმ გაქცეულს ტელეფონი დაუვარდა. ავიღე და აქ დავდე, მაგრამ აღარ არის. ჩვენებიც ამბობენ, რომ აქ არ ყოფილა. ალბათ სადმე აქ იქნება, ვიპოვით, ამაზე არ იღალვა. შენ უკეთესად იცი, ჯემილ. ხო ასეა? ბოლოს და ბოლოს შენ არ გაგეხსა? ძმაო, რა ხდება? წესიერად ილაპარაკე, ღმერთო, რაზე მიმანიშნებ? მისმენე, თუ უпроსი გაიგებს, დავიწვევით და მხედველობაში იქონიე. კარგი, ყველაფერს მოვაგვარებთ, მოიძებნება. ტუფანთან გავერკვევი, ერთად მოვზებნით. მოდი წაგიყვანო, ტუფან. იოლის სამუშაო. წყნარად. შენი აღებული არა, განყოფილებიდან შენ მოიპარე? ნუ ყვირი, წყნარად ღმერთო. იცი რა იქნება თუ ვერ იპოვეს? ყველგან კამერებია, არ იცი? კარგი, გითხარი მორჩა. სერიოზულად არ ამღებულობდი, კარგი. თქვენს წინააღმდეგ ჩვენებას მივცემ, აი ნახავ. ძმაო, გაჩერდი, მომისმინე, დაწყნარდი. ცუდად ხარ, წამოდი ყველაფერს აგიხსნე. სად მიყავარ? ღმერთო ჩემო, წამოდი, დაწყნარდი უკვე. სალამი დერინ. სალამი ქალბატონოფელის. შეიძლება ვილაპარაკოთ? კი, რა თქმა უნდა, წამობრძანდით. რას მიირთმევთ? არაფერს, მადლობა. დერინ ჭკვიანი გოგო ხარ, მართლა. შენი და კი ასეთი არ არის. ვერ დაუშვებ რაჰმეტმა ასეთი შესაძლებლობა ხელიდან გაუშვას. მაგრამ დასჩემთვის არ უთქვამს, რომ ის მიემგზავრება. ამასთან რაჰმეტი ყოველთვის ამბობდა, რომ წასვლას აპირებდა. ამ ყველაფრის მცოდნე მაინც ჩემდასთან ერთად იყო. ვერ გავიგე. ანუ დენიზი მასთან თამაშობს. მან კი ყველაფერი იცის და თანახმაა? ქალბატონოფელის დენიზისთვის ეს ყველაფერი გართობაა. მამამ მას კომფორტული ცხოვრება აუშენა. ამ ყველაფრისგან მოშორებული. მხოლოდ ასე ცხოვრობს. მის გამო საკუთარ ცხოვრებას ვერ შეცვლის. ანა, ასე ცხოვრება არ შეუძლია? არასწორად გამიგეთ. მომისმინეთ, ერთმანეთი ძალიან უყვართ. ეს ნამდვილად ასეა. ეს არც მე მახარებს, მართლა. ჩვენი წარსული იცით, მაგრამ ასეთი სიტუაციაა. რაჰმეტი ვერ ხვდება და მიხვედრაც არ უნდა, რომ ურთიერთობები დასრულდება. და ამ რაც უნდა ის თქვას. ყველაფერს მივხვდი. კარგი, მადლობა. შენც გაცდენ. ასე ნუ ამბობთ. ჩემთან ერთად ადამიანებთან ყოფნა არ გსიამოვნებს, ასეა? იფიქრებენ, რომ მოსწავლეებს ხვდები. ჩემთვის ეს ყველაზე პატარა პრობლემაა. პრობლემებს შენ ქმნი, ძვირფასო. დენის, მაგრამ მე... და... რა იყო? რატომ დამდევ?
უზრდელივით ნუ იქცევი. სხვა შანსი არ დამიტოვე. წამოდი ვილაპარაკოთ. შენ რა ეჭვიანო? აზვიადებ, ძმა უკვე შეჭამე. შენ უნდა გკითხო? დაიგო მორჩა, კაბინეტში წავიდეთ, გაგიმასპინძლდები. წყნარად ვილაპარაკებთ, კარგი? აქ ვიქნები. კარგი. ბარიში როგორ არის, ნახე? თემის შეცვლა არ გაბედო. მის დასაც კი ესმის. შენ კი აქამდე ვერ გაიგე? ესე იგი დერენს ელაპარაკე. ვერაფრით დაწყნარებულ ხარ. მობრძანდი. კარგი. მიდი, დაჯიქი. მასწავლებელ ალის კაბინეტში ორი ჩაი. კარგი, მადლობა. დაიგო. ძმაო. ამ გოგოს არ უნდიხარ, იმიტომ რომ ღარიბები ვართ. დერინიც კი ასე ამბობს. რა? მამამისმა დიდებული ცხოვრება აუშენა. ამას შეეჩვია. შენი გულისთვის ამ ყველაფერზე უარს არ იტყვის, ეს არ გესმის? ასეთი არაფერია. მამამისი ვნახე, ჩემთან კარგად იქცეოდა. ბარიშის ოჯახის გაცნობა გახსოვს? ისინიც კარგები იყვნენ. ბარიშ ჩემი ცოლად მოყვანა უნდა და გახსოვს? კარგი. დენის ცოლად გამოყოლა არ უნდა, პრობლემა რაშია? ამერიკაში წასვლა არ გინდა, პრობლემაც ამაშია. წყობიდან არ გამომიყვანო რახმეთ. ამად რომ ღირდეს, ეს ერთობა და მორჩა. მაპატია დაო, მაგრამ ჩემს მაგევრად. გადაწყვეტილების მიღების უფლება არ გაქვს. კარგი, თვითონ გააკეთე. მოდი ყველაფერი თვითონ გადაწყვეტე. ჩვენთან მოვიდნენ, ვახშამზე გვეწვიონ. ვნახოთ მობრძანდებიან თუ არა. ცარიელ ადგილზე ჩვენთან რატომ უნდა მოვიდნენ? გეშენია რომ არ მოვლენ? არა, ამის გამო არა. ასეთი რამ არა, მაგრამ ჩვენთან მოსვლა რაში როგორ თუ სჭირდებათ? არა? ყველაფერი ხომ სერიოზულად არის. ჩვენთან დაუძახე, გასაგებია? თუ მოვლენ, რაც გინდა ის გააკეთე, თუ გინდა დარჩი, თუ არა ამერიკაში წახვალ. იცი რა? გაჩუმდი. როგორც თქვი, ისე იქნება, მორჩა. რას გააკეთებ? ასე არ შეიძლება. მასწავლებელო ალი, გამარჯობა. გამარჯობა ქალბატონო ფილის. არახმეც ამერიკაში გამგზავრება ჯერ კიდევ შეუძლია? რატომ გითხულობთ? მის დარწმუნებას ვცდილობ. მის დაუკითხავთ დოკუმენტებს ვაგროვებ, კარგი? დარწმუნებული ვარ, რომ მის დაყოლებას შევძლებ. თუ მოინდომებს, ყველაფერს თვითონ გააკეთებს. ამაზე არ იღელოთ. მადლობა. მინდოდა წავსულიყავი და ყველაფერი მეღიარებინა. გეფიცები ცოტა გამაკლდა, მომაწვა. ეს ყველაფერი უკვე მომბეზრდა. ისვენი ან თვითონ ჩავფარდები, ან ასე გავაკეთებ. კარგი ჯემელ. ორი დღე მომეცი და კარგი. მიხალს დააპატიმრებენ, ის ჩაჯდება. აღიარებას დავწერ, ყველაფერს გადავწყვიტავ. ორი დღე ერთი და იგივეს ამბობ. პრობლემა გვექნება. შენს გამო ყველას პრობლემა გვექნება, იცოდე. გეყოფა პრობლემებზე ნუ არ მელაპარაკები. ო, მიდი, იღადავე. ფეხებზე კიდია, ხომ ასეა? იცი განყოფილებაში ჩემზე რა ხდება? ის ამბობდა მორჩა. აი ამან ყველაფერი ნახა. სამხილებიც კი მოიპარა. არც ეგრეა. უბრალოდ იდო და ავიღე. მერე ფილისმა დაერგა. ეკრანზე მისი სახელი დავინახე. ვიფიქრე ყველას დაგვიჭერდნენ და ასე გადავწყვიტე. პრობლემა რომ არ ყოფილიყო. ეს ჩემთვის გააკეთე? აი თურმე როგორ ყოფილა ტოფან, მადლობა. მხოლოდ 2 დღე ბარიში, 2 დღე გაქვს. მერე თვითონ ჩაბარდები, ან დაგაპატიმრებ, იცოდე. კარგი ჯემილ. ტელეფონზე რას ვაკეთებთ? მე რა ვიცი. აქ შენ მომიყვანე. პრობლემაც შენ გადაწყვიტე. ერთი წამით ბავშვური საქმეა. სიმბარათი ამოვიღე. რას აკეთებ? ყველაფერს როგორ გამოვასწორებ? ერთი წამით. აი. ახლა მიდი და შეამოწმე. მიდი. ყველა მონაცემი წავშალე. მეტი არაფერი არ არის. უთხარი რომ სადღაც იპოვე და ეს არის. კარგი იქნება და პრობლემა გადაწყვეტილიყო. კარგი, მაშინ მე წავედი. კეთილი დღე, წარმატებები. არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ის მართალია. იცი რა მაგრად აწვებოდნენ. ვერ გაუძლო. ფილისი უნდა გენახა. ეს ყველაფერი ყელში ამომივიდა. ნეტავ მალე მორჩებოდეს ყველაფერი. სალეხი სად არის? უფროსის ოთახშია, ვიდეო ჩანაწერს უყურებს. უფროსო,
რა იყო ჯემილ? ტელეფონი ვიპოვე და მოვიტანე. სად იპოვე? სალეხ მეგობარო, დაგვავიწყდა სამხილების ბადეში შეეგდო. სერიოზულად, არ ჩავდე? გეუბნები არ შეგიდია, თანაც უფროსის წინაშე. უფროსო, ბადეში არ ჩავდეს და ამიტომ ვიღაცამ დოკუმენტებში ჩადო, იფიქრა რომ მას ეკუთვნოდა. სამხილე დოკუმენტების გარადაში რას ბოდაო? არ ვიცი, ასე გამოვიდა, ვიპოვე და მოვიტანე. ეს ვინ გააკეთა? უბრალოდ მოვიტანე და მორჩა. ჯემილ, კარგად ხარ, ჯემილ? გული, ასეთ ასაკში ნური ჩქარა სასწრაფო გამოიძახე. ინფარქტი მეგობარო, გონსმოდი. ჩემი ჩიჩეკი მომიყვანე. ჩიჩეკი? მისი საწოლეა. გული. არ გვიმართლებს და მორჩა, არ გვიმართლებს. რასაც არ უნდა შევეხოთ, ზღნერად იქცევა ამის დედაც. კაფეში აზარტული თამაშები მოაწვე. ღმერთო მაღალო, თითქოს ვერთობოდი. რას ვიზამ მეგობარო, ვული მჭირდებოდა. მაგრამ როგორც ხედავ, ვერაფერი ვერ ვიშოვეთ. კაფეში მუშაობის ლიცენზიაც კი შემომართვეს. რა უნდა გავაკეთო? სხვამი არაფერი ვიცი. არაფერი იქნება. ოფიციანტი ხომ ყავს? როგორღაც მოაგვარებ იმან იმუშაოს. ასე როგორ, ასე ხდება? რა თქმა უნდა, რატომაც არა. შვიდად. მაშინ იმუშაოს. რეკავდნენ. მერვი. ძმაო, სავაში გეძებს. სახლში ვერ ჩერდება. მიჰალიც გვიან მოვა. შენთან მოვიყვანო? ამასთან ერთად ვილაპარაკებთ. მოიყვანე, მისი ნახვა მეცმინდა, მაგრამ მე რახმეთთან ვარ და აქ მოიყვანე. კარგი, მისამართი ჩამიგდე და მოვალთ. კარგი, გამოვაგზავნე. წავალ მოამზადებ. საკმარისია, დაწყნარდი. მართლა? მოიცადე მე თვითონ. არა უშავს. ჯემილ, კარგად ხარ? კიდევ რამე ხომ არ გინდა? შენ ჩემს გვერდით ხარ, მეტი რა უნდა მინდოდეს. დაიღალე, შეწუხდი, ირბინე. არა ჯემილ, არ დაუვლილვარ. უფროს დავპერდი რომ ყურადღებას მოგაქცევ, არ იდარდო. შიში კაცს კლავს, უნდა ილოცო. პანიკური შეტევა თუ რაღაც მაგდაგვარი იყო. ასეთი გადავიტანეთ. ვიფიქრე რომ ვუკვდებოდი ჩიჩეკ. მართლა მეგონა რომ მეტი ვეღარ გნახავდი. აღმოჩნდა რომ უბრალოდ პანიკა იყო. უბრალოდ პანიკა. ეს ყველაფერი ბარიშის ბრალია. სანამ არ ჩავარდება ასე ვიღალებ. არ მოგშივდა? რძეს ხომ არ დალევ? გინდა მოგიტანო. მოდი შენ ეთამაშე, მე ახლავე მოვალ, კარგი? მიდი. ძმაო, ეს ყველაფერი როდის დასრულდება? შენი სიკვდილის ისტორია ჯაშუშობა მომბეზრდა, მართლა? რამდენჯერ გითხრა? გეყოფა. მიჰალი გაემგზავრება და ყველაფერს გადავწყვეტ. ყველა ერთი და იგივე სიმეორებს, საკმარისია უკვე, მომბეზრდა. ჩიჩეკი სად არის? ჯემილთან გვიან მოვა. ოთახებში შედით. გამოიცვალეთ და ხელები დაიბანეთ. წამოდი, მოდი გავიხადოთ. შედი დაჯექი. რაჰმეთ, საღამოს მოხვალთ? ყველაფერი რომ მოამზადო. არა, არ არის საჭირო. არა, ყველაფერს თვითონ გადავწყვიტავ. კარგი. ის ორ სულად არის. შევპირდი რომ მივიდოდით, სულად არის დენის. რატომ ჯევდო? ერთმანეთს გაიცნობთ. მაშინ ახლა არ ვინიშნებით.
იმათ უთხრა რომ თქვენთან ვიქნებით? მოუთხარი. სწავლის თემას მაინც გახსნის, აინახავ. თავს ვერ შევიკავებ და ვიჩხუბებთ, უფრო უარესი იქნება. რა კარგად ვლაპარაკობ. ენასკებილი დააჭირე და პრობლემაც აღარ იქნება, კარგი? დენი ძალიან ხო. მის დათანხმებაში დამეხმარე. გვირდები, ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც შენი ტყვი. რასაც ვისურვებ? ოღონდ სისულელეს არა, კარგი? ამბობს, რასაც ვისურვებ, მერე გეტყვი. შენ კი შეასრულებ, მერე ამის შესახებ მამასაც ვეტყვი, თუ არ მოვა არ დავიჟინებ. კარგი მაშინ. იცი რა, შენ წადი მამას დაელაპარაკე. მე კი ყველაფერს მომაგვარებ, კარგი? შეხვედრამდე. და ორაშია საქმე. არაფერი ესაყვარელო. ხასიათზე არ ვარ და სულ ეს არის. საღამოს ვახშამზე მოვლენ. ვინ? ძმა რაჰმეთის მეგობარი გოგონა. მისი ოჯახი. ეს როგორ? რაჰმეთი ქორწინდება? ეს აკრაშუაშია, რა ქორწინება? უბრალოდ ოჯახთან ერთად გასაცნობად მოვა და სულ ეს არის. კარგი მაშინ, მაგრამ მაკარონებს ხომ არ შევჯამთ? რამე სხვა მოგებზადებინა, არ ვიცი, მათი ოჯახი ხომ მდიდარია. სტუმრად მოდიან ქერას, რაც იქნება იმას შეჭამენ. მეტი არაფერი გვაქვს, მაკარონია. ოსპი გვაქვს. მაკარონთან ერთად მოვამზადებ, რაც არის იმას შეჭამენ, მორჩა. კარგი, ნუ ბრაზდები ჭამონ. და გარეთ მეგობრებთან წავალ. კარგი, მალე დაბრუნდით. უკან დევნას არ დაგიწყებთ, კარგი? კარგი. ჯემილ. მოვედი შვილო. ჯემილ. თქვენ სირცხვილოება. დედა? დედა? დიახ, დედა. როგორ არ ცვენია ჩემს სახლში? დედა რას ლაპარაკობ, რას ამბობ? ეს ჩემი საცოლეა, ხომ გითხარი? ნება მომეცით ხელზე გაკოცოთ. არ არის საჭირო. ქორწინებამდე ჩახუტებულები? ხელზე არ გაკოცინინებ, ნებას არ გაძლევ. დედა რას ლაპარაკობ, როგორ არ ცვენია? არასწორად გაიგეთ, ასეთი არ ვარ, მართლა. არ ვარ. ასეთი არ ხარ, მაშინ მის მკლავებზე რას აკეთებდი? ღილებს უთვლიდი? არა, დედა. უსირცხულო ფელისი მოიშორე, ახლა ისიპოვე? დედილო, ასე ნუ უწოდებთ, როცა ციხიდან გამოვედი, მხარში მედგა. მასზე ასე ნუ ლაპარაკობთ. თხოვთ. ციხიდან გამოხვედი? თანაც ნასამართლეობით? მაგრამ მე იქ კარგი ცხოვრების გამო ხომ არ მომხვედრილ ვარ. ყოფილი ქმარი მცემდა, ამიტომ ვიჯექი. ასე რატომ ლაპარაკობთ? თანაც განათხოვარი. მოვკვდები, მაგრამ რძალი არ გახდები, სახლიდან წადი. მეტი აღარ დაგინახო. დედა რას აკეთებ? რას ლაპარაკობ? ჩიჩაკ გამაგრდი. მოიცადე. ბედელობაში ეს არ ქონია. ჯემილ, რა მემართება, დროზე მოდი. მოიცადე. რაშია საქმე? ჩიჩეკ, რა ხდება? ფელის სახლიდან გამომაგდო. ვინ? არ მიმიღებენ, ციხეში ვიჯექი. განათხოვარი ვარ. ბედნიერების უფლება არ მაქვს. ქალბატონმა ფატმა? ის არანორმალურია, შვილისთვის პრინცესასაც არ მიიღებს. ყურადღებას ნუ მიაქცევ. ჯემილი არ გაგიშვებს. არა, ფელის, ჩვენ ქორწინებას არ დაუშვებს, აი ნახავ. ყველაფერი დასრულდა. არა. მოვიდნენ? ვინ? დენიზის ოჯახი დავპატიჟე. ქერას ჩიჩეკი სახლშია? სახლშია, ტირის, დაუძახებ. ჩიჩეკ, ჯემილს შენი ნახვა უნდა. ჩემთან მოვიდა? კარგი. საწყალე. კარგი. იცი რა უბრალოდ არ გიცნობს და სულ ეგ არის. არი დარდო. გეგონა ეს ყველაფერი არ გავითვალისწინე? არა, მე შენზე უარს არ ვიტყვი. უარს არ იტყვი? სიკვდილამდე არ ვიტყვი. დედა შეეგუება. რას ვიზამთ? არჩევანი არ არის. მაბადე არა?
და შივრები ვართ. იქნებ რამე გვეჭამა. ჭამეთ რა თქმა უნდა. საჭმელი მოიტანე. ვიცოდი რომ ასე იქნებოდა, არ მოვლენ. ეთქვათ მაინც იქნებ საცობებში გაიჭედნენ. რატომ უნდა ეთქვათ, ვიცოდი. ასე ჭირდება თურმე. დაენახოს. და დენიზი კარგი გოგოა. გავერთეთ. ყურადღებას გვაქცევდა, გახსოვს? კარგად გვექცეოდა. აი თურმე როგორ, მარტო გართობა იცის, მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, გაერთობოდით. სულელურად არ გამოვა? ის მშობლებს ელოდება და არა მე. აბა რა ვქნათ დერინ? ძალით მოვიყვანოთ? ჩემი სიტყვა შევასრულე, ახლა შენი რიგია. კარგი, შენ გაგვეთილებს გავაკეთებ არიღელო. ერთი რამ მაინტერესებს. მამა შენს თხოვე თუ ისე რა უთხარი? რაჰმეტ, ყველაფერი ავუხსენი, არც იფიქრო. და მომყავს ის რა ოჯახის წევრი არ არის? იმიტომ დავთანხმდი რომ ორსულადაა, ისი არ წამოვიდოდი. დერინ ნუბოდა. რა მართალი არ არის? უხეშობას დაუწყებ, ჭკუიდან გადაიყვან. კარგად გიცნობთ. ზუსტად. ნუ აზვიადებთ, კარგი? 1-2 საათი ვიჯდებით და წამავალთ. ეს არ იქნება. ენასკებელი დააჭირა და ყველაფერი იქნება დენის, კარგი? ლანძღავს ნუ დაიწყებს, სკანდალის არ მოაწყო. რაჰმეტ, შენს ბრიყულ გამოხტომებში მონაწილეობ. ნუ ღარ წელავ. მორჩა, კარგი? კიდევ რა გავაკეთო? ცოტა გაიღიმე. ასე უფრო მოგიხდება. გაკვეთილები გამეკეთე და მორჩა. ამ თემას ნუ გახსნი. დენის. ნეტო ფიქრი მაინც იყოს. ღმერთო შენ მიშველე. რა იქნება არც კი ვიცი. მაინტერესებს. მეც. ჩვენ მოვედით. რატომ ჯამთ? ბავშვებმა ვერ მოითმინეს. შემოდით. გოგოებო, კეთილი იყოს. რატომ შეწუხდით? დაბრძანდით. დასხედით. მამა არ მოვიდა? ქალბატონო ფელის, ახლა ცოტა დაკავებულია. ამასთან მოწვევა მოულოდნელი იყო. დროის გამოყოფა ვერ შეძლო, მაგრამ ყველასთან მოკითხვა დაგვაბარა. გოგოებო, რა ლამაზი ყვავილები უყიდიათ. სამუშაო ქალიშვილებზე მნიშვნელოვანია, ასეა? არა. ვისაც უბრალოდ ვესალმები, ყველასთან რომ დადიოდეს, მაშინ სახლში ჯდომის დროც არ ექნებოდა. თქვენი ვერ გავიგე, ერთმანეთს უბრალოდ ესალმებით? მამა სად არის? მამა ამ სახლის სიხარულია. ვახშამ სარტოებდა, სად არის? ჯუჯუსთან ერთად სვამს. რაჰმეტ, იქნებ მეც მათთან წავიდეთ, ცოტას გამხიალუდები. როგორც ხედავ, ერთმანეთს კარგად ეწყობით. ასე გამოვიდა. ცხოვრებას სერიოზულად არ აღიქვამს და ამიტომ. ამაში ეჭვიც არ მეპარება, ასე არ არის? აი საჭმელი, ჩვენ ხომ საჭმელად მოვედით საბაღშმოთ. ასე რატომ აკეთებთ? აბა, შეხედეთ. გვაპატიეთ, მხოლოდ მაკარონია, ვერაფერს იზამ. ასეთი მდგომარეობაა. ვერ გავიგე. მაკარონებით მაშინებ? დენის. რა იყო? ეს ოჯახური საქმეები მე არ მომიფიქრებია. ეს ყველაფერი თავს რაჰმეტმა მომახვია, გასაგებია? მორჩი. რა მაყოფა რაჰმეტ, რა მორჩა? აქამდე რომ მივედი, ჩემი ბრალია? შენი ბრალია, მის მომავალს არაფრად აგდებ. ამით შენ დაკავდი და არა მე, გასაგებია? და ამაში ჩემი გამოყენება არ გაბედო. ჩიჩეკ. უზრდელი. უზრდელი ვარ, მერე რა? ყველაფერი სადამდე მიიყვანეთ. ესე იგი მდიდარი და ახირებული გოგო ვარ, კარგი? შეგეძლო მაკარონი ჩემს წინაშე არ დაგედგა. ასე დამცირება არ ღირდა. დამცირება? რა თქმა უნდა მომცირებ, მაგიდასთან სტუმრების მოსვლამდე დაჯექი. დენის. ოჯახთან ერთად რომ მოვსულიყავი? უზრდელი შენ ხარ და არა მე. რა შედიხარ დენის? თუ შეიძლება გვაპატიეთ. გოგოებო. ოჩახდაო. ეს რა გააკეთე? აი ყველაფერი სადამდე მივიდა. მადლობა. რა გავაკეთე რაჰმეტ? რა გააკეთე? გოგონას ანადგურებ. მადლობა შენ. რაჰმეტ, სად მიდიხარ, გაგიჟდი? მომსმე, მორჩა. ეს რა არის? დენის გაჩერდი. დენის. რაჰმეტ, წადი. სად წავიდე?
წადი, სადაც გინდა, ამერიკაში, ჩინეთში არ შემეხო, თავი დამანებე. დერინ რამე უთხარი. დენის გააღე. თავი დამანებე. გააღე, რას აკეთებ, დენის? ღმერთო, ეს რა არის? გეყოფა ნოტირი. ხედავ, რას ლაპარაკობს. აქამდე მე მივიყვანე? რა გავაკეთე? მასზე ვფიქრობ. კარგი, მორჩა და წყნარდი, მართალი ხარ. ბავშვზე იფიქრე, კარგი? ასეთი შესაძლებლობა მიეცა. ის კი რას აკეთებს? ამით რატომ არ სარგებლობს? შეიშვირა. ზმანო გაემგზავრება. იქ მეტიც არ არის. ამერიკა შორს არის, მოგვენატრება. პიკო ნუსულელობ. ამას იმსახურებს, არ გესმის? მისი თანდასწრებით ასე ნუილაპარაკებ, არც იფიქრო. ისე გავაკეთოთ, რომ გაემგზავროს. ცუდი თქვით, მაგრამ მისი თანდასწრებით ასე არ ილაპარაკოთ. ნოყწეს. ჩემო საყვარელო. შემოდით. თავისუფალი ხართ? დიახ, ეხლა ბატონო სერვეთ, აქ რა გინდათ? გვინდა მნიშვნელოვან თემაზე ვილაპარაკოთ. რადგან აქ მოხვედით, ალბათ ასეც არის, მოვბრძანდით. ყურადღებით გისმენთ. სამხილებით დავიწყოთ, რომელიც სერვეთ ოქტანის უდანაშაულობას ამტკიცებს. დოსიეში მითითებული არც ერთი დანაშაული მის მიერ არ არის ჩადენილი. აბა, ვის მიერ? ჩემი ვაჟიშვილის. სავაშ ოქტანის მიერ, ყველაფერი მან ჩაედინა. ჩემი და საკუთარი ვაჟიშვილის მდგომარეობის გამოყენებით. სავაშ ოქტანი. ის თქვენი ქმარი არ არის? ზუსტად. ვაჟიშვილით მაშანტაჟებდა, რათა აღნიშნული დანაშაული დამეფარა. თქვენთვის ცნობილია, რომ ერთხელ გაიტაცა კიდეც. მე მუქრებოდა, დოკუმენტებზე ხელმოწერას მაიძულებდა, რომელიც ჩემს უდანაშაულობას ამტკიცებდა. მკვდრის დადანაშაულება ძალიან ადვილია. ეს კი საქმის ყველაზე საინტერესო ნაწილია. სავაშ ოქტანი ისევ ცოცხალია. ხელზე სამხილები გვაქვს. მამა გონს ჯერ არ მოსულა? არა, მკვდარი ვიძინავს, არ იღვიძებს. მართლა არ მესმის. ჩვენ ფულს ვეძებთ, ის კი სასმელს პოულობს. საიდან დავიცოდე? ჩიჩეკ პრობლემა უნდა გადავწყვიტოთ. ბავშვების სკოლაში გასაშვებო ფულიც არ გვაქვს. იქნებ ვინმესგან ვისესხოთ. ვისგან კიდევ რავალები. ბარიში დღეს არ მოვა? მიხალის დაპატიმრებას გაიგებს და მერე მოვა. მერვეც არ ჩანს. მერვეს თავი დაანებე. ძმის გარეშე არ მოვა. რაჰმეთს რას უპირებ? რა უნდა დაუპირო? საქმეს გადავწყვიტავთ. იძულებულები ვართ. მასწავლებელ ალის ველაპარაკე, თუ მოხერხდება ამერიკაში გაემგზავრება. ქალბატონო ნეჯბიე, რა შესაქმე ენა ამოიდგით, კეთილი იყოს. არ თქვათ. შეიძლება შემოვიდე, რაღაცას გაჩვენებთ. კი, რა თქმა უნდა. კეთილი იყოს მობრძანება, შემობრძანდით, მადლობა. დაბრძანდით. არა, დასაჯდომად არ მოვსულ ვარ. ეს მოგიტანეთ. რესტორნის გასაღები? ხო. ვიფიქრე, ყველაფერი ავწონდავწონე. გადავწყვიტე რესტორანი თქვენ გადმოგცეთ. ჩვენო ძვირფასო. გეყოფა მოიცადე. რა შეასაქმე? მოკლედ პირს არ აჩერებენ.
ვერაფრით გაჩემებულ ხართ, ბლა ბლა ბლა. ქალბატონო ნეჯივე, კეთილი იყოს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. მობრძანდით, შემობრძანდით. შვილო შეეშვი, ღმერთო, მობრძანდით, ჩამოჯიქით. გეფიცებით დიდი ხანი გეძებდით. მართლა, ამდენი გეძებეთ, მაგრამ ვერ გიპოვეთ. ბატონო ფიქრი, არ ეღალვოთ. ამიერიდან უფრო ხშირად შევხვდებით. თქვენთვის რესტორნის გადმოცემაზე გადაწყვეტილება მივიღე. ეს მამას სულის დამშვიდების საშუალებაა. რა თქმა უნდა, მამა ნეჯივის სული ცარიელ რესტორანს არ ისურვებდა. ეს სიმართლეა. ღმერთმა აცხონოს. ამინ. ამინ. მადლობა თქვენ. როცა რესტორანი თქვენი გახდება, დარწმუნებული ვარ, მისი სულიც დამშვიდდება. ამის დაჭერება შეგიძლიათ? საფლავიდან მომაკითხა. ო, მელაპარაკებოდა. მითხრა. შვილო, რესტორანი ფიქრის მიეციო. პირდაპირ ასე თქვა? რა თქმა უნდა, ასე თქვა. მამამ, რა თქმა უნდა. ქალიშვილს სწორი გზაა ჩვენა. მართალი გზა. ნეტავ მეც და მე სიზმრავს ერთხელ. ღმერთმა ხნას. მამა თქვენი ძალიან უყვარს, ამიტომ. თუ წინააღმდეგი არ იქნებით, რესტორანში მუშაობა ძალიან მჭირდება. ძალიან არასწორად თუ არ გაგვიგებთ, დოკუმენტებზე ხელი ნოტარიუსთან მოვაწეროთ. იქნებ გადაიფიქროთ, თორემ მერე სულ გამნადგურდებით. არა, არ იღელვოთ. ნოტარიუსთან გზად შევივლით. ყველაფერს მოვაგვარებთ, ამაზე არ იდარდოთ. მაგარია, კარგი იქნებოდა. კარგი, მაშინ მე წავალ, საოზმე არ მოგიმზადებია. იქ რამე კარგს მომზადებ, ხომ ასეა? მაგრამ თუ კი მამა ნეჯივის სული აფორია ხდება, მაშინ კარგით, ქალბატონო, მიბრძანდით. ძვირფასო, ჩვენი ხართ. მომისმინე, ეს არც გამიგონია. ეს ძალიან ულამაზოა. ღმერთო ჩემო, ულამაზოა? აბა რატომ თანხმდები? მაშინ არ მიგეღო. სულ მე და მე მსგავსე. ელიბოლების სისხლი გაქვს და სწორედ ამიტომ. გაჩვმდი რა. მოვდივარ. სერვეთი უბრალო კაცი არ არის, უეჭველი თავისუფლებებს დაიცავს. დაიცვას მერე? მერე რა? მიხალს გამუკლავდით, მასაც გამუკლავდებით, ამაზე არ იღელვა. მიხალის ჩასასმელად, ყველაფერს გავაკეთებ. თუ გახსოვთ გითხარით, რომ ეს ცოცხალია. თქვენ კი ფიქრობდით, რომ შეშლილი ვარ. ეს ვიდეო ყველაფერს ცვლის. დოსიეში, რომელიც გადმოგეცით, სამხილებია. დანაშაული მან ჩაიდინა და არა მე. მის წინააღმდეგ გამოხვალთ? სანამ მას არ დააპატიმრებენ, ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია. ჯერ მშვიდად ვერ ვიქნებით. ბატონო, ის საშიში კაცია, მართლა. როგორც ხედავთ, ჩვენი დაშანტაჟებით, მის ბინძურ თამაშებში მონაწილეობდით. ჩემთან შემოდით. შეგვიძლია ადგილი გითხრათ, სადაც იმალება. თავისი ცოლის ძმის სახლში იყო. თუ იქ არ არის, მაშინ ცოლის სახლშია. შემოდით. სავა შოხტანის დაკავების დოკუმენტი შეადგინეთ. მისი დაკავების ბრძანება მოამზადეთ და იმ მისამართზე გაგზავნეთ, რომელსაც შეგატყობინებთ. როგორც მეტყვით. თქვენი რესტორნის საქმეზე ძალიან მიხარია, მართლა. აი ხედავ? შენ წინდა. ო, მეც გახარებული ვარ, გულზე მომეშვა. მერვესგან სიახლეები არ არის, მიხალთან დაკავშირებით ცვლილებები. არ დაურეკიათ. თუ კარგი სიახლეები იქნება, რესტორანში მოვალ. კარგი? სანამ რამე არ გადაწყდება, არ გამოხვიდე, კარგი? არც იფიქრო, ჯერ გაირკვეს. არა, ამაზე არ იდარდო. მომისმინე, ჩიჩექსას ველაპარაკე და გავაფრთხილე. ზედმეტად არ დაიძაბო, კარგი? არ იღელვა და სიმძიმე არ აწიო. კარგი, არ იდარდო. თუ რამეა შემატყობინე, კარგი? კარგი, გაკოცე. იცი რას ვფიქრობ? რას? ომლეტი ყველით, ძალიან ცხიმიანი. მიცვალებული მამის სულისთვის. ხო, სწორად ლაპარაკობთ. ჩემს ხონებულ მამას ყველიანი ომლეტი უყვარდა. ო, აბა რა ვიცი, ამიტომაც ვამბობ. ჩვენი შავი ჯადუქარი გააკეთებს. ჩიჩეკ,
იქნებ ყველიანი ომლეტი გაგვიკეთო. შევჭამდით და მამას სახელზე იყოს. პროდუქტები იყიდეთ, მე კი საუკეთესო ომლეტს გავაკეთებ. ჩიჩეკ, მომწოდებლებს ურეკავ. ყველა პირველ შენატანს ითხოვს. რა ვქნათ? ეს აუცილებელია, გესმის? ქალბატონო, ალბათ დაგვეხმარებით, ასე არ არის? პირველ შენატანზე. ჩიჩეკ, გაჩუმდი. ქალბატონო, მამა თქვენი სული მშვიდად რომ იყოს. ამიტომ მოჩვენება რომ არ გამოგეცხადოთ. საფლავიდან არ წამოდგეს. გაჩუმდი. არა, ქალბატონო. კარგი ადამიანი ხართ, მართლა. ბევრი გააკეთეთ. ასე ნოიფიქრებთ. უბრალოდ თუ პირველად შენატანზე დაგვეხმარებით, მაშინ რესტორნიდან მოგებას მიიღებთ. ჩვენი პარტნიორი იქნებით. რა სიტყვით? Lokantanın kârına ortak olursunuz. Yani buranın ortağı gibi olursunuz ha? Ne dersiniz? İyi mi? კარგი, მაშინ დაგეხმარებით. Ben size ნაღდ ფულს მოგცემთ. nakit çıkarayım. არც ისე ბევრია. დაკავებას დაესწრები? იქამდე არ დავწყნარდები, სანამ მამას არ ვნახავ. სიკვდილი ნახეთ, მაგრამ ჯამში რა იყო? არ გინახავთ. სისულელეს ნუ ლაპარაკობ მერვე. ეს სულ სხვა. აქ ეს რა შუაშია? მოდი ჩამოვჯდეთ. დაველოდოთ. ძმაო, გემოდარები კიდევ ერთხელ ნახე, გეხვეწები. მიჰალ ოქტანი. დღეს სასამართლო უნდა იყოს, უნდა დაეკავებინათ. გეფიცები. არა, არაფერი არ არის. მაშინ უბრალოდ მიჰალი ნახე. იქნებ ქალიშვილობის გვარზეა. არა, მიჰალის სახელზე დოსი არ არის, არ გესმის? კარგი, მადლობა. გავიგე. ფულის ის ნაწილი, რომელიც გთხოვეთ, თუ მომცემთ, წავალ და რაიონში მამანეჯიბის უზარმაზარ ქანდაკებას დავდგავ. კარგი, ბატონო ფიქრი. ეს საკმაოდ დიდი თანხა იქნება, ასე არ არის? სირცხვილია. როგორ აღწვანიათ? მამა თქვენი ხომ კუბოში გადატრიალდება. მერე კი ისევ აღსდგება. მამა, ისმენ ძვირფასო. მიდი უკვე ჭამე. მით უმეტეს საქმეები გქონდა, მიდი. ვზივართ და ვქაქანავთ. ხომ ასეა? რა საქმეები უნდა იყოს? მინდა დაგელაპარაკო, შენც ხომ გინდა? კარგი, მაშინ წავალ. იქინა რაც აიღეთ, ცოტა მომეცით. იმას გავაკეთებ, იმას. მოკლედ არასწორად გაიგე. იცი, ის მინდოდა. ჩემი ძვირფასი მამიკო. აი ასეთია. ჩიჩეკ, მე გავდივარ. სალაროს საქმეს მოვაგვარებ, კარგი? კარგი. დერინ სკოლაში ღვაწლების ამბავზე დაველაპარაკე, ყველაფერს მოვაგვარებს. კარგი, ოღონდ ძალიან არ დაიღალო, კარგი? კარგი. კეთილი დღე. კეთილი დღე. ფიცავ გაგვემართლა. შენნაირი შეგვხვდა. თავის გება არ მინდა, მაგრამ კარგები ვართ. დიდება უფალს. ო, ასეთები ვართ. სად დადიხარ? ხო იცი რომ მაინტერესებს. ისეთი საცობები ვერ წარმოიდგენ. აბა, დააკავეს მიჰალი. ფიქრობ ეს მერვეა. მეჩვენება რომ შეცდომაში შევყავართ. ძმაო, სასამართლო თქვი. მეც იქ წავედი. იქაური თანამშრომელი ვნახე. სიაში მიჰალი არ არის, არ მოგიდგენია? ასეთი სხდომა არ იქნება. როგორ თუ არ არის? არ არის. ეგ როგორ? რაჰამეტმა საქმე პროკურატურას ხომ გადასცა. ყველაფერი უნდა გადაეცათ. იქნა მიჰალმა იქნებ მოაგვარა. იქნებ რამე გააკეთა. სიახლეებს ველოდები. რაშია საქმე, რას ამბობს? დაკავების გადაწყვეტილება არ მიღებულა, არ მესმის, ასე რატომ წელავე? ეს რა ამბიციებია? ასეთ საქმეებში ცივსისხლიანი უნდა იყო, თორემ ყველაფერს დაკარგავ. სანამ პასუხს არ აგებს, არ დავწყნარდები. სანამ დაკავებას არ ნახავ, არ დავიჯერებ, რომ შური მთლიანად ვიძიე.
სადმე დიხარ? განყოფილებაში. ამას ვერ გამოვტოვებ. ამასთან პროცესს დავაჩქარებ. დარწმუნებული ხართ? კარგი, მადლობა. კარგი ნახვამდის. რა შეესაქმე? ყველაფერს ბოლო მოეღო. რა თქვა მიხსენი? დოკუმენტები იქ არ არის. მიჰალის საწინააღმდეგო დოკუმენტები არ არის. მიდი რახმეთს დაურეკე. დოკუმენტები ვისთვისაც არ უნდა გადაეცათ, ალბათ ადგილი იცის. წავალ და დაველაპარაკები. სწორია. თუ საჭიროა, ახალს გავაკეთებთ. კარგი, ალბათ იცის. კითხვის საქმე რაშიც არის. ამ ქალმა ჯადო გააკეთა. არ პასუხობს. აქ რა საკეთებ? დენიზ, შენ გელოდები. რა გინდა? უშინდელიდან ჭირვეულობ. ამაზე მე მეკითხები? და სპეციალურად შემახვედრე. შენ რომ ჩომოწყობილიყავი დავარწმუნებდი, შენ კი ეს არ გააკეთე. ასე არ არის? არ ამბობ, მაგრამ აკეთებ. დენიზ, მითხარი, რას ვაკეთებ ამიხსენი? არჩევანის წინაშე მაყენებ, ვერ ხვდები? არ მეთქვამს არ წახვიდე. თუ გინდა წადი, ეს შენი გადასაწყვეტია, მაგრამ გამბედა ვიყავი და დასუთხარი. ჩემს ზურგს უკან ნუიმალები. დენიზ, მომისმენე? შენს ზურგს უკან არ ვიმალები. მართლა, შენს გირჩევ, განსხვავება ამაშია. რაც ამოირჩიე დაიცავი რახმეთ. ერთ მხარეს მე ვარ, მეორე მხარეს და. ორივემ შენ ამოგირჩიეთ. ნუ ამოირჩევ, დენიზ. ვერ მომიცილებ, ეს იცოდე. მომისმენე? შენს გამო საკუთარ მომავალზე უარი თქვი, ხვდები ამას? ვიცი რომ ეს ტვირთია, ხო? გაღიზიანება კამათი დასთან. მორჩა რახმეთ. დენიზ, რა შეესაქმე? როცა პრობლემებია გარბიხარ, ამას შეეჩვიე? ყველაფრის ერთად გადაწყვეტას ვაპირებდით. ასე არ არის? ვერ ხედავ რომ ვიძირებით რახმეთ. მოდი ყველაფერს ნუ გავართულებთ. კარგი, არ გავაკეთოთ, დენიზ. ყველაფერს ნუ გავართულებთ. ჯუჯუ, ბევრი ფული გქონდა. მათი სუნის შეგრძნების საშუალებაც კი არ მოგცეს. მაშინ რა ყველაფერს ჩაუნისკარტეს. უსარგებლო ხალხი. სიცივეში მაინც არ ვართ. ამაზეც მადლობა. ასეა. ასეთი იღბალი კარზე არასდროს გვიკაკუნებს. ან იქნებ დაგვიკაკუნა. თუ დააკაკუნა, მაშინ ვიტყვი. ეს ჩემმა მომხიბვლელობამ მიმოქმედა. მიდი, ნუ დგახარ, მიდი, შემოწმე, მიდი. ფიქრი, შვილის სახელად ჰიკმეტი არ ყოლია? მოიცადე, ისმეთი, ფიქმეთი, რაჰმეთი. ჰიკმეთი, რა შეესაქმე? მოდი შვილო, წამოდი. დღემშვიდობის საბატონებო, გაწუხებთ, მაგრამ ნუ გვაწუხებ. რა გინდა? ბატონი დენის რეჟაი ჰაზიოღლუ გახლავთ, ჰიკმეთის ბაბუა. რას ამბობ? ჩემი უვარგესი შვილის ბაბუა როგორ შეიძლება იყო? ყველაფერს აგიხსნით. ქალბატონ შუქრანს ჩემს ვაჟიშვილთან ურთიერთობა ჰქონდა. თუ შეიძლება მავატიეთ. შუქრანს ამას არ ვაპატიებ, ბოზი. რას ამბობთ? აი ასე ვამბობ. მაშინ ამის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ როცა ქემალი დაბერდა, როცა მისი აღსასრული დადგა, იძულებული გავხდი მოულოდნელი ვიზიტი მომეწყო. როგორი ზრდილობიანი ბრძანებულ ხართ, ჩემთან რატომ მოხვედი ამიხსენი? ჩემი შვილიშვილის ნახვა მინდა და მისი გაცნობა. გიცნობ, აბა გაეთრი აქედან. წერილი ჯიბები დავრჩი, წადი აქედან. ბოღმას შენზე გადმოვანთხე ვიცოდე. მომისმენეთ, ამ ცხოვრებაში მხოლოდ იზღვა დამრჩა. მგონი 18-ის უნდა იყოს, ასეა. მე და დენისმა გადავწყვიტეთ, მემკვიდრეობა მასზე გადავწერო. საყვარელო, ჩუმად რატომ იყავი? მოიცადე, რას ვუტოვებთ, თქვი? ბოლო წინა დადება დაასრულე და ყველაფერი კარგად იქნება. მოდით, დაბრძანდით.
ამას გამოგართმევთ. მოხერხებულად მოეწყეთ. მიდი, ჯუჯუ, ყველაფერი მოაშორე მანდედან. იქ თქვენც უნდა წამოხვიდეთ. ეს როგორ ზმაო, რომ შეშინებოდოთ ფული მიეცით? ოჰო, მთელი ხროვა წავიდეთ და მორჩა. ფიკო, ამის შესახებ მეც ვიცოდი. ყველაფერს საშინლად ურევენ. მერე სხვადასხვა ადგილას მალავენ. კარგი გასართობია. ნეტო ჩვენც წავსულიყავით. სკოლის ფული ძლევს ვიშოვეთ. შენ რა დამცინი? მართალს ამბობ. ჩვენი სახლით საშინელი ადგილია. ჩვენი სიძე მკვდარია, მაგრამ მაინც აქეთ-იქ დადის, ხომ ასეა? მოდი, იცი რა, საშინელებათა სახლი მოუწყოთ და კარგ ფულს ვიშოვით. იქნებ ვცადოთ. წადოთ. ბოლოს და ბოლოს გზის ფულს მაინც შევაგროვებთ და ამ საქმიდანაც გვერდით არ ვიქნებით. თუ კი ყველაფერს ჩემს ჰიკმეტზე გადაწერთ, ყველაფერს გამოგართმევთ და მას მიუტან. ამას გვირდებით. არა, მინდა პირადად ვნახო. სად არის ახლა? რა თქმა უნდა, მართლა ნეტო სად არის? ფიქრი მე რა ვიცი, ალბათ სასწავლებელში. სასწავლებელში. მოდი თქვენ აქ იჯექით, კარგი? ჯუჯუს ელაპარაკეთ. ჰიკმეტს სასწავლებლიდან წამოვიყვან და თქვენთან მოვიყვან. კარგი? ყველაფერს მისცემთ. ხომ ასეა? დიახ, თუ ადვოკატთან ერთად მოვა, შეგვიძლია ყველაფერი დავიწყოთ. არა, არ პასუხობს. აი ხედავ. ზმაო სულ გაგიჟდა. ყველა ქალი გადარეულია, ეს რა არის? თქვენ რა გასინებთ? მე დამცინით არა, საკუთარი გრძნობების მონა გახდი. რა შეასაქმე? რატომ ხარ გაბრაზებული? ნახე, ჩემს ცხოვრებას უკუღმა ატრიალებს, ჩემს სამყაროს. მერე კი მე ვემადანაშაულებს, ჭკუიდან გადავდივარ. იცი მერე რა ხდება? სულ რაღაცას გეუბნება. შენ კი შენთვის ამბობ, ალბათ ამ საქმეში დამნაშავე ვარ. ასე როგორ შეიძლება? შენი კარგად მესმის. ეთილი იყოს რახმეთ. კარგი რა ძმაო. ეს პრობლემა არ არის. გირაკავდით, მაგრამ ვერ დაგიკავშირდით. პროკურატურაში ჩააბარე დოკუმენტები. გახსოვს ვის ჩააბარე? დოკუმენტები გაქრა. შეუძლებელია პროკურატურაში საკუთარი ხელით წავიღე. იქნებ ვინმე მოიპარა. ამით კიდე ვინმე იყო დაკავებული. ვინმე იყო დაკავებული თუ არა? ერვემ ყველაფერი იცოდა. ოღონდ მათთან ერთად არ იყოს. ზარებსაც კი არ პასუხობს. ასე რომ ყოფილიყო უკვე დიდი ხანი აქ იქნებოდა. ყველა საცნობებდა რომ ცოცხალი ხარ. მართალია, მაშინ სად არის საქაღალდე? მიჰალი ძმაო, რა თქმა უნდა მიჰალი. გითხრათ, მე რვის იყენებს. აღნიშნული პრობლემა როგორ გადავწყვიტო არ ვიცი. ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მე ვერ დამეხმარება, მგონი ყველაფერი იეჭვა. ვინ არის? დენის? ჩემს სახელს მოიზეპირებს, ალაპარაკოდ მოვედი. კარგი, შემოდი. თქვენ კი სულ უფრო მეტი და მეტი ხდებით. რატომ აქ ცხოვრებას გეგმავთ? ადიქი მეგობარო, ადიქი. ჩვენ წავალთ და თქვენ ილაპარაკეთ. ძმაო მე, რა თქმა უნდა, მიდით. მაპატიეთ, კარგი? ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი მესმის, ნორმალურად არის. წყნარად ილაპარაკეთ შეხვედრამდე. მაგრამ საჭირო იყო არ გინდა, მიდი. დამირეკეთ, კარგი? მიდი დენის, გისმენ. ჩემთან დაშორება არ გაბედო რახმეთ. გადარეულო რა, შორდებოდი? დაშორებას შენ თხოვდი და რა მე? რაც შეიძლება იმას ვამბობ და სულ ეგ არის. რატომ თანხმდები? გოგოს უკან უნდა დასდევდე. რას ამბობ, რა გავაკეთო? უკან როდემდე გზდიო. იქამდე სანამ მე არ გეტყვი. მიტოვებული შენობაა და იქ შევხვდეთ. კარგი, ოღონდ იქ უცნაური ტიპების ეირნობენ, პრობლემა არ იქნება? ყველაფერს გადავწყვიტავთ, არ იდარდო. ყველაზე უარესი დახმარება მამას თხოვოთ. აი ამის კი მეშინია. ბავშვებო, უსარგებლოებო. როგორც იქნა გიპოვეთ. მამა, აქ რას აკეთებ? მართლა ჩემო, აქ რას უნდა ვაკეთებდე? ჰიკმეტი სად არის? ჰიკმეტი მჭირდება.
აქ საიდან უნდა იყოს? რატომ? ის რა არ სწავლობს? მამა ფსიქიატრიულშია. რა? ოხამის. ის იყო რა? ღმერთო არა. ოხამის რა ჭირდებოდა. კარგი. მიდი მაშინ და მოვიდაცოთ. მამა არ შეიძლება. იქიდან მისი გამოსვლა არ შეიძლება, ავად არის. მისი მონახულების უფლებასაც არ გვაძლევენ, რა შეგჭირდება? მართლა? ანუ ვერ მოვიდაცებთ? ვერა, მამა. იქაურობა დაცვით ასავზე. ამასთან ძირითადად სულ ძინავს, წამლებს აძლევენ და ასე ამბობს. ოხამის დედაც მჭირდებოდა. ის კი წამართვით. ბავშვი ფსიქიატრიულში გამოკეტეს. ზდეკ. მომისმენე? რამდენი ხარ? ისმეთ. იქ მეტი ვარ მამა და 11-ის. მაწყობს კარგია. რამდენიმე წელს დავამატებთ, არა უშავს. ეს საით? მემკვიდრეობის მისაღებად. მიდი წამოდი. მამა, ვინ დაიჯერებს, რომ 18-ის არის? ღმერთო, რას ქვია ვინ დაიჯერებს? თავად დაიჯერებ და მთელი სამყაროც დაიჯერებს. იცით ქალბატონი ნეჯიბე გადავარწმუნა რომ მამამისი აღსდგა. ოღონდ ერთი პირობით მამა. რას ბოდავ? ამ სამყაროში ყველა ანგარებიანია. მამა ვისი შვილები ვართ? ოჯახ. მიდი, თქვი რა გინდა? რაიონში ერთი მიტოვებული ადგილია. საშინელებათა სახლი უნდა მოვაწყოთ. ბილეთებს გაყიდი. მართლა? ო, დაგვეხმარები. მოჩვენებებს შექმნე და ასე შემდეგ. იქაურობას ხულიგნებისგან გაათავისუფლებ. კარგი, ამაზე არ იღალოთ, მაგრამ ეტყვი რომ 18-ის ხარ, კარგი? საუკეთესო საშინელებათა სახლს გაგიხსნით. პირდებით. ხალხის შიში საგანი იქ. ალბათ მიხვდი. მეგობარო, ხურდა 50 ლირიდან. 50-იანი არ მიგვიცია. მე ასე ვთქვი. სამნი ვართ, სამნი. დაპატიმრების ორდერი რომ ყოფილიყო, გვეწოდინებოდა ქალბატონო მიხალ. დიახ, დარწმუნებული ვარ და ურეკეთ და გაიგეთ. თუ ორდერი არის, მოდით გავიდეთ. ჩვენ საქმეს ნუ გვასწავლეთ ქალბატონო მიხალ. რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემთან ისწავლით. რაიონში რა ხდება, საქმის კურსში არ ხართ, უცნაურია. ყოდარი დასეირნობს. თესგულისათვის ყველგან კამერებს ხომ ვერ დავაყენებთ. რა გავაკეთოთ, ამაზე არავის განუცხადებია. თქვენ პოლიციელებს უთხარი. ვიღაც გიჟი ვეგონე. სერიოზულად არ აღმიქვეს. ვის უთხარით? მისი სახელი არ ვიცი, პელისის მეგობარს. ჯემილს? ალბათ. აიღე დედიკო. მადლობა. გემრიელად მიირთვი. დედა, ჩემო ლამაზო დედიკო. ამ თემას რატომ არ ხოვრავ? გული არ გტკივა? ჩემი ბედნიერება არ გინდა? ნორმალური გოგონა მოიყვანე და უარი გითხარი? არ გინდა რა დედა, ჩიჩეკს რა ჭირს ისეთი. Şimdi de Filiz'in hapishane arkadaşı. Utanmadan, sıkılmadan gelmiş senin koynuna girmiş. გეუბნები ასე არ ყოფილა. Ay bak hatırladıkça tansiyonun fırlıyor. Uzatma, kapat bu mevzuyu artık. İstemiyorum bu kadını, işte bu kadar. დედიკო ასე არ არის. მართალს გეუბნები. ის ძალიან. არა ასეთი არ არის. სული და გულია. კარგად ამზადებს. შენი და ქალი ნეჯიბე ხომ გახსოვს? რესტორანი რომ ქონდა. ახლა იქ მუშაობენ. Kalıp Necibe. Kimselere vermez babasının hatırasını o. ჩვენებს მისცა. იმიტომ რომ ჩიჩეკი გემრიელად ამზადებს. აი ნახავ. როგორც დედოფალს, ისე მოგივლის. ამას გბირდები. Göreceğiz bakalım. შემოდი. მოდი დედიკო, ჩიჩეკ, ნახევენ მოვიყვანე. Hoş geldiniz. Hoş bulduk kız. Öpeyim. Şimdi börek yaptım, daha şimdi çıktı yani fırından tazecik, ben onu getireyim, tamam siz geçin. Hoş geldin Fatma abla. Ben orada kalacaksın diye biliyordum. İcap etti döndük Necibe. Sen nasılsın? İyiyim sağ ol, eksik olma. Hadi geç otur şöyle, gel. გონი ფიქრი მოვიდა. მიდი.
შვილი მოგიყვანეთ. აი, ჰიკმეტი არ მოვიდა. აქ არის. მიდი ბაბუას ხელზე აკოცე, მიდი. ჩემო ბაბუა. შენ რა ჰიკმეტი ხარ? მე ვარ ბაბუა. სისხლი მეძახის, სულიც კი გაიფურჩქნა. აქ ეთყობა შეცდომაა. 18-ის უნდა იყოს. მე 18-ის ვარ. უბრალოდ დაბალი ვარ, მაგრამ გეფიცებით 18-ის ვარ. ეს სიგარების ბრალია. царილ პურსჭამს და ეგ არის. ასეთები ამიტომაც დარჩნენ. ზრდის პრობლემა არსებობს. აი ჩემი უცროსი ქალიშვილი, რამდენს მისცემ? ალბათ 12-ს. არა, რა 12? 21-ის არის. აბა შეხედე, რამდენს მისცემ? 4, 5, ასეა? მაგრამ ის 9-საა და მალე 10-ს იქნება. დიდი ბავშვი ვარ. ღმერთო ჩემო, ასეთი რამ შესაძლებელია? რა თქმა უნდა. და ეს სიგარები წყევლებს იყოს, ასე ხდება. სიგარების გამო მხოლოდ პურს და ხახს ვაჭმევდი. აი ასეთებად ამიტომაც დარჩნენ. გადარახ დამჭირს, ცუდად ხედავ. ასეთი ასაკისთვის ძალიან დაბლებად მეჩვენებით. ჩუ, ნუ ტირი შვილო, რატომ ტირი ხარ? როგორ არ ვიტირო? საკუთარ ნათესავებსაც კი არ ვიცნობდი. მამინაცოლის ხელში ვიტანჯებოდი. სიგარების გამო ასეთი დაბალი დავრჩი. რა უნდა ვქნა თქვენ რომ არ მივიღოთ? კარგი, არ იტირო. ყველაფერი კარგად არის. ხომ არ მიმატოვებ? ხომ არ წახვალ? სწორია ბაბუა, მამინაცვალე მცემს. გადამარჩინე. ბავშვი, იმიტომ ტანჯავთ რომ ღვიძლი შვილი არ არის? რას ვოტანჯავ? მისი ტანჯვა რა შემჭირდება? მაწვალებს, ვიანობამდე მირტყამს. მე კი მშობელ მამას ველოდი. მეგონა გადამარჩენდა. რას ლაპარაკობ? როდის გირტყამდი? ახლა ისეთ ჩაგცხებ. აბა შეჩერდი ბატონო ფიქრე? მასზე ხელს ვერავინ აწერს. ახლა ჰიკმეტი ჩემი დაცვის ქვეშ არის. უბრალოდ საბაშოქტანის დაპატიმრების ორდერი. წამოდით უკვე, ამ ფელისის ანძმის სახლში. საკმარისია ქალბატონო მიჰალ. ცოტა ხნით დარჩენის უფლება მოგვიცით. მეც აღარ მოგცემთ. ერთდროული თავდასხმა მოამზადე. ბატონო, ისინი ნიჯიბის რესტორანში არიან. უკვე გავარკვიეთ. სახლში არავინ არის. ჯგუფი გააგზავნეთ. კარგი. რესტორანში მივდივარ. შენ რა გააკეთე? მიხალზე სიახლეები არ არის? არაჯერ არაფერია. თუფანთან ერთად მოვალ და ვილაპარაკოთ. კარგი? როდის მოხვალ? თქვი რომ სანამ არ გადავწყვეტდი არ მოხვიდოდი. ნუ გამოჩდები, პრობლემები არ გაჩნდეს, ნუ მოხვალ. რახმეთთან დარჩი. არ მოხვიდე, გთხოვ. კარგი, არ მოვალ. ნუ ბრაზავ. თავს ნუ დაიძაბავ, კარგი? урსულად ხარ. ეს არ დაივიწყო. თემას ნუცლი არ მოხვიდე, კარგი? მასთან დარჩი. მეც მეყარხარ. დროებით. იდიოტო. დღეს მშვენივრად გამოიყურებით. კეთილი იყოს. ასე მშრალად ლაპარაკი არ შეიძლება, ხელზე მაინც მაკოცე. კეთილი იყოს. არ შეცვლილ ხართ, რა კარგია. ფელის, ცაცხვის ჩაი არ გინდა? წინააღმდეგი არ ვიქნები. სალაპარაკოდ მოვედი. აბა, ვიხსნებით? ყველაფერი მზად არის. ლობიოც კი მოვამზადე, ღვაწლებიც მზად მაქვს, ხუმელშია მზად ვართ. შენ კი დიასახლისობა მაინც ვერ ისწავლე. ამდენი დრო გავიდა. იქნებ ჩემი უნარების განხილვა გადავდოთ. საქმეები ისედაც ბევრი მაქვს, ამის გაკეთება მაინც არ მეწოდინება. თქვენ კი გაუჩერებლად ლაპარაკობთ. დედილა, ნანა ვასწავლი, ისიც სწავლობს, არ იღალვოთ. ყველა ნიჭიერი არ იბადება. ჰიკმეტ შვილო, რადგან ამ სახლში გაძოლებენ, მაშინ საცხოვრებლად ჩემთან გადამოდი. არა ბაბუა, აქაც კარგად ვარ. მემკვიდრეობას მივიღებ და შენი ხელი საკოცრანად ვივლი. პირდები. ცოტა ხნის წინ ტიროდი, ამბობდი რომ მამინაცოლი გირტყამს. ბატონო, ასეთი ადამიანი არ ვარ. მართლა ცუდი არ ვარ. ბავშვები უკეთესად რომ ცხოვრობდნენ, აი ამიტომ. ანდახან ნერვებს მიშლიან, თავში წამოვარტყავ ხოლმე. სულ ეს არის. ცუდი კაცი არ ვარ. ნუ თუ ასე არ არის.
ო ბაბუა, ეს ყველაფერი სიღარიბის ბრალია. ისე კარგია, მართალს ამბობს. თორემ დიდი ხნის წინ გააგდებდა, ასე არ არის? დედამაც კი მივკვეთოვა, მასზე კი მამინაცვალი ზრუნავდა. ოჩახ? ო ბაბუა, დედა ჩვენზე არ ზრუნავდა. მხოლოდ მამა ფიქრიდა, უმადურები ვერ ვიქნებით. ჩემი საყვარელი შვილი, ჩემი ჰიკმეტი. მინდა უფრო მეტი ფული მქონდეს. სიკეთე და მშვიდობა მომეცა. ნედავეს გამაკეთებინა. მაგრამ სიმდიდრე საიდან მოვიდან? ძალიან ავად ვარ. მე მალე მოკვდები. მოდი ეს პროცედურა რაც შეიძლება მალე მოვაგვაროთ. ხელი ჩაარტყი. მურჩა, მოდი აქ. ჩემო კარგო ბაბუა. ჩემს ადვოკატს მითითებას მივცემ. მოვა, თქვენს სახლს შეამოწმებს. პირობას დავაყენებ. თუ ჩემს შვილიშვილზე ხელს აწევთ, მაშინ ამ სახლიდან წამოვა და მთელი ფული უპატრონო ბავშვთა სახლს გადაეცემა. არა. თმიდან ერთი ღერიც კი ჩამოვარდება. არ დავუშვებ. პირდებით. არ დავუშვებ. მოდი ხელზე გაგოცევთ. მალე ეს ხელები ფულებს დაითვლიან. კარგად. ეს რაღაცა. უფროსო, შედით. არა საკეთებთ, რაჰმეთ. ერთი წამით დაწყნარდით. რა ხდება? მე საიდან უნდა ვიცოდე? დაწყნარდი. უნივერსიტეტში პედაგოგი ვარ. რაჰმეთ, რა შეა საქმე? არ ვიცი, ალბათ გაუგებრობა არამე. განყოფილებაში გაიგებთ, მიდით. რა განყოფილება, რაჰმეთ? არ ვიცი, საიდან უნდა ვიცოდე? ფრთხილად, შენს წინაშე გოგონა დგას. რა შეა საქმე? მამა. რა შეა საქმე? ადექი. უმერთო ჩემო, რა შეა საქმე? რა ხდება? რა შეძებთ? ეს ვინ არის? რა ხდება, რა შეა საქმე? ნუ მეხები, ხელი გამიშვი. გაუშვით. თქვი რამე, მამა. მოემზადეთ ყველა განყოფილებაში წამოდით. ჩემ შვილებს ხელი არ ახლოთ. გემრიელად მიირთვით. ბარიშ. ძმაო, აქ რა საკეთებ? რაჰმეთთან უნდა დარჩენილიყავი. ან მე ან შენ ცოლს სათომ არ უჯერებ. მეტი ვეღარ გავჩერდებოდი. საკუთარი ცხოვრება აქვთ, მორჩა. საკუთარი ცხოვრება? აქამდე იქ არის? ჩემო საყვარელო. ჩემი ქმარი ხარ და იქი ცხოვრებ, ის კი წავა. რაღაცის განსახილველად მოვედი და ნუილანწყებით. უნდა ველაპარაკოთ. ძმაო, ხან თქვენთან ცხოვრობს, ხან ჩვენთან, რა განსხვავებაა? არ გაინძრეთ. ყველანი ადგილებზე დარჩით. სიმშვიდე შეინარჩუნეთ. სავაშოქთან. თქვენ დაკავებული ხართ. ჯემილ. ვინ გამოგზავნათ? მომისმინეთ ერთი წუთით. დაწყნარდი. გთხოვთ, მომისმინეთ. მორჩა, დაწყნარდი. მორჩა, როგორმე გადავწყვიტავთ? რატომ არაფერს გვეუბნებით? ჯემილ, რა შეა საქმე, რა საკეთებენ? დამშვიდდი. ყველაფერს მოვაგვარებთ. ამიხსენით, რატომ აკავებთ? სად მიყავთ? სავაშ, როგორც იქნა შევხვდით. ეს შენი გაკეთებულია რა? მოკლავ, ბოლოს მოგიღებ. ყველად მივეცდები. ყველაფერს ბოლო მოიღო.